მოკლედ წარმოვიდგინოთ ესეთი სურათი, რომ 9 მაისია მოსკოვში წითელ მოედანზე პუტინი იბარებს აღლუმს და ამ დროს ჰაერში ისმის დრონების ხმა. ცოტა ზღაპარს გავს ერთი შეხედვით ეს ყველაფერი, რომელზეც ალბათ ძალიან ბევრს უოცნებია, ვისაც რუსეთის და დამარცხება და პუტინის რეჟიმის დამხობა სურს. ეს ალბათ საუკეთესო სანახაობა იქნებოდა, ხო? წითელი მოედანი, რომელიც იწვის. პრინციპში თლად ფანტასტიკის სფერო არ არის ეს ამბავი, იქიდან გამომდინარე, თუ შევხედავთ მაგალითად უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის ანდრეი ერმაკის მიერ გავრცელებულ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოილუსტრაციას, აი ამ ფოტოილუსტრაციაზე, რომელსაც ახლა გაჩვენებთ კადრში, სწორედ ეს სურათი ჩანს რა, ანუ წითელი მოედანი, დრონები უკრაინული ჰაერში და ბექგრაუნდზე უკან ფონზე არის ვოლოდიმირ ზელენსკის ეშმაკურად გაღიმებული ფოტო, ხო? ესეთი ილუსტრაცია შემოგთავაზა ერმაკმა, რაც აშკარა გზავნილი იყო, რაც კონკრეტულ მიზანს ემსახურებოდა, რომ პანიკის დათესვა მომხდარიყო მოსკოვში. და ამას ჰქონდა კიდევ სხვა წინაპირობები, პოლიტიკური ოფიციალური განცხადებები. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართვაც კი იმ ქვეყნების მოქალაქეების მიმართ, ვინც აპირებენ მოსკოვში 9 მაისს აღლუმზე დასწრებას ლიდერების მიმართ გამაფრთხილებელი ტექსტები და ასე შემდეგ. აი ამ ყველაფერზე ვაპირებ, რომ ამ მოკლე ვიდეოში ვისაუბრო, შევეცდები, რომ ყველა საინტერესო დეტალს შევეხო, რატომაც ძალიან ბევრი ადამიანი 9 მაისს მოსკოვში ელოდება დიდი სეირის ყურებას, ასე ვთქვათ, და მეტიც ხალხი ამის აფსონებს უკვე არაერთ ტელეგრამ არხზე შემოხვდა, მაგალითად გამოკითხვებს ატარებდნენ, რომ აბა რას ფიქრობთ ახლა რა მოხდება 9 მაისს, შეუტევს თუ არა უკრაინა, იქნება თუ არა ჰაერში დრონები, იქნება არც არაფერი არ მოხდება და სრულიად სხვა მიმართულებით შეუტევს და ყურადღებას გადაატანინებს და ასე შემდეგ, ანუ მთელი დისკუსია მიდის. არა მარტო საქართველოში, ცხადია, საერთაშორისო მედიაშიც ეს თემა აქტიური განხილვის საგანია, არა მხოლოდ მედიაში, სოციალურ ქსელებში, YouTube არხებზე, პოდკასტებში და ასე შემდეგ. აქედან გამომდინარე გადავწყვიტე, რომ საინტერესო თემა იქნებოდა ეს თქვენთან განსახილველად. აქვე შეგახსენებთ, რომ Redlines უყურებთ, მე ვარ ბექა პატურაშვილი, ცოტა ხმადაბლა მიწევს საუბარი, იმიტომ რომ გვერდით ოთახში ბავშვს წინავს და ღამევ წერ ამ ვიდეოს, იმედია მაპატიებთ, აუწიეთ. კარგად ხმა თქვენს მიმღებებს და იმედია გაიგებთ რისი თქმაც მინდა. ხო, ნუ დავიწყოთ თავიდან, ესე იგი, ყველაზე ისეთი საგულისხმო ნიუსი იყო ზელენსკის განცხადება. მან პირდაპირ მოუწოდა, როგორც თქვით, ლიდერებს, ვინც აპირებს ჩასვლას მოსკოვში და უთხრა, რომ უკრაინა ვერ იქნება პასუხისმგებელი მათ უსაფრთხოებაზე. იმ ნაწილში, რომ ჯერ ერთი მათ არ აქვთ თანხმობა რუსეთის მიერ შეთავაზებულ სამდღიან ზავზე, სწორედ 9 მაისთან დაკავშირებით. ზელენსკიმ თქვა, რომ ეს სამდღიანი ზავის მოთხოვნა უკიდურესი ცინიზმია იქიდან გამომდინარე, რომ პუტინს სურს, რომ რაღაც მისთვის კომფორტულ გარემოში აღლუმი მიიღოს და ამასობაში ის ყოველდღიურად უტევს მშვიდობიან მოსახლეობას და ბომბავს ქალაქებს უკრაინაში და აქედან გამომდინარე უკრაინის პრეზიდენტის პოზიცია იყო, რომ არანაირი სამდღიანი ზავი არ გამოიყურება სერიოზულად, მისი მოთხოვნა იყო, რომ თუ იქნება რაიმე შეთანხმება, ეს უნდა მოიცავდეს მინიმუმ 30 დღიან სრულ ცეცხლის შეწყვეტას ხმელეთზეც, ჰაერშიც და ზღვაზეც და ნუ სხვა ვარიანტი არ განიხილება. აი ამ ფონზე უკრაინა აფრთხილებს სხვა ქვეყნებს, რომ თავი შეიკავონ რუსეთში მოგზაურობისგან. იქიდან გამომდინარე, რომ თუ ვინმე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს მათ უსაფრთხოებაზე, ეს არავითარ შემთხვევაში არ არის უკრაინა და თავად რუსეთმა უნდა უზრუნველყოს მათი უსაფრთხოება. და აქვე ძალიან საინტერესო გზავნილი იყო მის განცხადებაში, რომ არ გამორიცხა, ასეთი დაშვება გააკეთა ზელენსკიმ, რომ თავად პუტინმა მოაწყო
იყოს რაიმე პროვოკაცია, არა ეს არ იყოს თქვათ უკრაინის რაიმე სახის შეტევა, მაგრამ თავად პუტინს სურდეს რაიმე პროვოკაციის მოწყობა, სწორედ აი ამ სიმბოლურ ისტორიულ დღესთან დაკავშირებით და შემდეგ ეს გაყიდოს როგორც უკრაინის თავდასხმა და ამას მოყვეს შემდგომ უკვე სხვა ტიპის აგრესია და ან კიდევ რაღაცა პოლიტიკური სვლები. ერთ სიტყვით გნებავთ ასე ვთქვათ, რომ ზელენსკიმ დაასწრო, მაგრამ მე არ მგონია რომ საფუძველს მოკლებული იყოს ყოველ შემთხვევაში სიგნალები იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა მართლაც მიიტანონ რაიმე ტიპის იერიში მოსკოვზე და ამის თქმის არაერთი საფუძველი არსებობს. პირველ რიგში ის, რომ ესეთები მომხდარა. არა 9 მაისს, მაგრამ ალბათ ვინც თვალს ადევნებს რუსეთ-უკრაინის ომს, ნახავდით არაერთ შემთხვევას, რომ აეროპორტებში, თუნდაც ბოლო დროს იყო აფეთქებები მოსკოვთან ახლოს, იყო აფეთქებები კრემლთან ახლოსაც კი 1 თუ 2 წლის წინ მახსოვს მე აფეთქების კადრები და გარდა ამისა ბოლო დროს მით უმეტეს უკრაინა ავითარებს ძალიან აქტიურად თავის სამხედრო შესაძლებლობებს, ინოვაციურ სათამაშოებს ყოველდღიურად აჩენს გზადაგზა ამ ომის მიმდინარეობისას და მათ ნამდვილად აქვთ იმის შესაძლებლობები, რომ 1000 და 1000 კილომეტრზე მეტის მანძილზე განახორციელონ იერიშები და ეს ვნახეთ თუნდაც ნავთობ ობიექტებზე განხორციელებული დარტყმების დროს, რომელიც მოსკოვზე გაცილებით შორს იყო რიგ შემთხვევებში რუსეთ-უკრაინის საზღვრიდან, ხო? ანუ ამის ტექნიკური შესაძლებლობა, ასე ვთქვათ, არსებობს, ცხადია და სხვადასხვა ტიპის შეიარაღებით ეს შესაძლოა იყოს დრონით, შესაძლოა იყოს რაკეტებით, რომლებიც არაერთი გამოცადა უკრაინამ, შორს მოქმედი მაგალითად ნეპტუნი, რომლითაც წარმატებული ოპერაციები უკვე განახორციელეს და ერთ სიტყვით ტექნიკური რესურსი ამის არსებობს. მეორე საკითხი არის რამდენად მიზანშეწონილია ამ ტიპის იერიშის განხორციელება. ხო, ალბათ ჩნდება ეს კითხვა. რამდენად ლეგიტიმური სამიზნე შეიძლება იყოს ერთი შეხედვით ესეთი ისტორიული და რაღაცა შვიდობიანი, ასე ვთქვათ, თუ გნებავთ, ესეთი ოფიციალური ღონისძიება, ხო, რომელიც მართალია ომში მყოფი ქვეყნის, მაგრამ დედაქალაქის ცენტრში იმართება და ამას ესწრებიან მაღალი რანგის მოწვეული სტუმრები, ხო? თუ უკრაინის გადასახედიდან შევხედავთ და ამ შემთხვევაში ეს არ არის მხოლოდ ჩემი აზრი, ძალიან ბევრი კომენტატორი, ასე ვთქვათ, მიმომხილველი და სამხედრო პირებიც კი, მაგალითად ბენ ჰოჯესის განცხადებას უსმენთ ცოტა ხნის წინ, ამერიკელი გენერლის, რომელიც ეგეთ რამეს ამბობდა, რომ აბსოლუტურად ლეგიტიმური სამიზნეა კიევისთვის. რატომ არ უნდა დაარტყას იმ ტერიტორიას, ტრის ტერიტორიას, სადაც მოწინააღმდეგის დიდი რაოდენობით სამხედრო კონტინგენტი იკრიბება, გამოყავთ სამხედრო ტექნიკა და ამ ტექნიკას შორის შესაძლოა დემონსტრაციისთვის და თქვათ რაღაცა ცინიზმის ელემენტებით ისაც კი ვნახოთ, რომ უკრაინის არმიის წინააღმდეგ ბრძოლებში მოპოვებული უკრაინული ტექნიკა, დასავლური ტექნიკაც კი წარმოადგინონ იქ თვალსაჩინოებისთვის, ხო? ანუ ამ მოცემულობაში, როდესაც მართლა ყოველდღიურად იბომბება უკრაინის ქალაქები და არის სამოქალაქო მსხვერპლი ძალიან ხშირ შემთხვევებში, რატომაც არა ეს ლეგიტიმური სამხედრო სამიზნე არის ბევრის შეფასებით და კარგი შესაძლებლობაც არის იმისთვის, რომ ერთდროულად რაღაცა ბევრი დიდი რაოდენობის მსხვერპლი გამოიწვიო, თუნდაც ან რაღაც დიდი ზიანი მიაყენო მოკლედ მოწინააღმდეგეს და აქ შემოდის კიდევ ერთი საკითხი, გარდა აი ამ სამხედრო ასე ვთქვათ, მიზანშეწონილობისა, პოლიტიკური მიზანშეწონილობა. მოდი გნებავთ ასე დავარქვით, ხო? ანუ რას უნდა მოერიდოს ამ შემთხვევაში უკრაინა, თუ ამ სცენარს გავყვებით? ანუ ისედაც ომში არის რუსეთთან, ისედაც ყოველდღე ემუქრება პუტინი და მედვედევი და სხვები და მათთვის ეს ერთი ჩვეულებრივი ომის დღე არის, ხო? ანუ რა უნდა ქნას ისეთი განსაკუთრებული ახლა პუტინმა რაც რასისაცდიკეც მაგალითად არ გამოუვლენია მიმდინარე ომის განმავლობაში, ხო? რა ვიცი, არაერთი
ძალიან მძიმე შეტევა და ძალიან მძიმე შედეგი გვახსოვს, ხო? და აქ მაშინვე, როდესაც ეს საკითხი დაიძრა და ხალხი შეშფოთდა დიდი ალბათობით რუსეთში, პირველივე სიგნალი მოსკოვიდან რა ვნახეთ? გამოდის მედვედევი და ამბობს ასეთ რამეს, რომ თუ ვინმე გაბედავს და 9 მაისის ღონისძიებას საფრთხე შეექმნება, 10 მაისი არ დადგება კიევისთვის. ანუ პირდაპირ წამოვიდა ეს ტიპიური რუსული მუქარები და აი ამ მედვედევის ლექსიკისთვის ჩვეული ტექსტების მიღმა ასევე გამოჩნდა პუტინის განცხადება, რომელიც ირიბ მინიშნებას აკეთებდა, რომ ასეთ რამეს ამბობდა, რომ იცით რა, ჩვენ არ დაგვჭიროებია ჯერჯერობით უკრაინის ბრჭყალებში სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიმდინარეობის დროს ბირთვული შეიარაღების გამოყენება და იმედია, რომ არც დაგვჭირდება. ანუ ეს იყო მინიშნება, რომ აი თუ რამე მიზეს და საფუძველს ჩავთვლით ჩვენ, რომ არსებობს, ამ შემთხვევაში გამოვიყენებთ ბირთვულ შეიარაღებას, ხო? ანუ ეს ბირთვული შანტაჟიც არ არის ახალი, არც კიევისთვის და არც მისი დასავლელი პარტნიორებისთვის და ამაზეც არ ქონიათ პრინციპში ასეთი რაღაცა მძაფრი რეაქცია. ასეთ გზავნილებს უკრაინაში მიჩვეულები არიან და თანდათან ალღოს უღებენ უკრაინის დასავლელი პარტნიორებიც და ალბათ ამერიკელებიც თანდათან რუსულ პროპაგანდას, რუსულ ტექსტებს, მის პუტინის ნარატივს და აი ამ ტიპის მუქარებზე როგორი რეაქცია უნდა ქონდეთ თანდათან უფრო და უფრო მეტად ამუღამებენ და ნუ ნახეთ რომ ამასაც სრული იგნორი მოყვა პრინციპში არანაირი ისეთი გამოხმაურება არ ყოფილა იმ გაგებით რომ თუნდაც მაგალითად ვინმეს მოეწოდებინა უკრაინისთვის რომ მოდით არ გვინდათ არ დაუშვათ რაღაც პრევენციული განცხადებაც კი არანაირი პოლიტიკური განცხადება ამ მხრივ არ შემხვედრია გარდა 1-2 ევროპელი ლიდერისა. აი აქ უკვე მივდივართ ჩემს საყვარელ ნიუსებთან, რაც 9 მაისის ამბავს უკავშირდება. მივდივართ ფიცოსთან, მივდივართ ვუჩიჩთან და ნუ პრინციპში მე რომ მეგონა რომ ორბანი აქტიურებდა განსაკუთრებით ძალიან საინტერესო ნიუსი შემხვდა ასევე ბელორუსის პრეზიდენტ ლუკაშენკოსთან დაკავშირებით. ახლა ვიგეთყვით რაზე ვლაპარაკობ. ესე იგი ფიცომ და ვუჩიჩმა უცებ თავი წაიქციეს აი ამ ფონზე რომ საუბარი მიდის შესაძლო რაღაცა საფრთხეზე რომელიც მოსკოვში წითელ მოედანში შეიძლება 9 მაისს დაემუქროს ერთი და იგივე დღეს 2 დღის წინ ცნობილი ხდება ესეთი ამბავი რომ ვუჩიჩი რომელიც იმყოფებოდა ამერიკის შეერთებულ შტატებში იყო ვიზიტით უცებ შეუძლოდ გახდა წნევის პრობლემა საავადმყოფოში წაიყვანეს და მერე მისმა ადმინისტრაციამ ტექსტი გაავრცელა რომ ის თავს შეუძლოდ გრძნობსო, მაგრამ ყველანაირად ეცდება, რომ გამოჯამრთელდესო. აი ამაზე ძალიან ბევრი ვიცინე, ყველანაირად რანაირად შეიძლება ეცადო, რომ გამოჯამრთელდე, ნუ შესაძლოა გინდოდეს და ვერც გამოჯამრთელდე, ხო? ნუ ეს ხო არ არის რაღაც სურვილებზე დამოკიდებული, თუ მართლა ადამიანი ცუდად არის. ნუ ამას დაემთხვა ფიცოს ავადმყოფობის შესახებ ცნობებიც, რომელიც სხვადასხვა წყაროებმა გაავრცელეს. და ძალიან მაგარი ამბავი კიდევ ლუკაშენკოსთან მიმართებით. ლუკაშენკომ ასეთი რაღაც გაავრცელა, ბელორუსული მედია ავრცელებდა ასეთ ინფორმაციას, რომ შესაძლოა მათ პრეზიდენტს დააგვიანდეს 9 მაისის ღონისძიებაზე, თუმცა ისიც პირობას დებდა, რომ ყველანაირად ვეცდებიო, რომ დროულად აღმოჩნდე მოსკოვში 9 მაისის ღონისძიებასთან დაკავშირებით. ანუ ხო, ნუ კაი, თლად რაღაც ირონიაში რომ არ გადავეშვა, რეალურად რა ხდება, ხო? ანუ რანაირად შეიძლება ახლა ესე უცებ მართლა ვიღაცები ცუდად გახდნენ, ხო? ჩემ მეგობარ თათო შარიკაძეს ველაპარაკებოდი ვისთანაც პოდკასტებს წერ ხოლმე ამ თემაზე და უცებ ის გამახსენა, მაგათ მე მგონი ჩვენ განისწავლესო ის რამდენიმე წლის წინ აქციებზე ეს რაღაც ნაციონალისტური ჯგუფები რო იყვნენ და ერთ-ერთი აქტივისტი რო დაიბარეს გამოძიებას რომ მქონდა კითხვები და უცებ რო თავი წაიქცია საავადმყოფოდან ეს ცნობილი ფოტო რო იყო
ღონე მიხდილი რომ იწვა, აღარ მახსოვს იმ კაცის სახელი და გვარი, იმედია კარგად არის. ანუ აი დაახლოებით ეგეთი ილეთი ჩაატარეს ამ ხალხმა და ერთადერთი საღი რაღაცა მოსაზრება შეიძლება დატოვოს ამ ყველაფერმა, რომ ამ ხალხმა უბრალოდ თავი აარიდა და რატომ აარიდა თავი, ამასაც შეიძლება სხვადასხვა მიზეზები ქონდეს. ერთი რომ პირდაპირ მართლაც შესაძლოა მათთვის საფრთხის შემცველად მიაჩნდეთ იქ ჩასვლა, ეს ერთი და მეორე რომ არ ვიცი, შტატებში იყო ვიზიტით ვუჩიჩი და იქ რა საუბრები ვისთან ქონდა და რა ცვლილებები შეიძლება იყოს ამ ხალხის პოლიტიკურ დღის წესრიგში სიტუაციების მიხედვით ეს კიდევ სხვა ამბავია. ერთი რამ ფაქტია, რომ ისინი რაღაც პრორუსულ პოზიციას იკავებენ, მაგრამ რაღაც გადამწყვეტ მომენტებში კიდევ სხვანაირად იქცევიან ხოლმე პოლიტიკოსები ხანდახან. ანუ შესაძლოა ეს იყოს რაღაც პოლიტიკური უხერხულობის თავიდან არიდება ერთის მხრივ, რომ მორიგ ჯერზე კიდევ არ გამოჩნდნენ ეს ლიდერები პუტინის გვერდით, არ ჩამოართვათ მას ხელი და მით უმეტეს იმ ფონზე, რომ ამ ჩამოთვლილ ქვეყნებში საკმაოდ მასშტაბური საპროტესტო გამოსვლებიც იყო და ეს კიდევ რაღაც ახალი ნავთი იქნება ცეცხლზე, მაგ გაგებითაც, ანუ შიდა პოლიტიკური კრიზისის ნაწილშიც, შესაძლოა ეს იყოს ერთ სიტყვით უბრალოდ პოლიტიკური უხერხულობისგან თავის არიდება და რაღაც მცდელობა, რომ არც მწვადი დაწვა, არც შამფური და რაღაც მიზეზი გამოიგონო, რომ აი ცუდად ვარ და ვერ მოვდივარ, ან მაგვიანდება და ვეცდები რომ მოგისწრო. ესეთი სურათი მივიღეთ ერთ სიტყვით. ამას გავცდეთ, მოდით ამ თემას, მე მგონი გასაგებია, რასაც ნიშნავს და თავადაც შეგიძლიათ კომენტარებში დაწეროთ ამ ამბავზე, რას ფიქრობთ, ვინ რატომ აარიდა თავი და რა მიზეზებით. კიდევ რამდენიმე საინტერესო ამბავი, რომელიც სიმძაფრეს სცენს, აი ამ ინტრიგას, ასე ვთქვათ, რა მოხდება 9 მაისს, იქნება თუ არა რაიმე ტიპის იერიში მიტანილი. ფაქტი არის, რომ უსაფრთხოების თვალსაზრისით მოსკოვში პანიკა რეალურად შეიმჩნევა და ამაზე მეტყველებს არ მინდა ციფრი შემეშალოს, ამიტომ მოვინიშნე, კი ბატონო, ესე იგი 9 მაისისთვის რუსეთმა მოსკოვში, მხოლოდ მოსკოვში 280 ერთეული საჰაერო თავდაცვის სისტემა განავაგა. ანუ მარტივია აქაც დასკვნის გამოტანა, ისინი ცხადია ღელავენ უსაფრთხოებაზე და აქვე კიდევ ერთი საინტერესო ნიუსი, რომელიც ასევე უსაფრთხოებას უკავშირდება. 9 მაისს ინტერნეტის გარეშე დატოვებენ მოსკოველებს. ესაც იმიტომ, რომ ჩაახშობენ სიგნალს უსაფრთხოების რაღაც მიზნებიდან გამომდინარე. ერთ სიტყვით ასეთი ამბავი გვაქვს, თავდაცვა გააძლიერეს, ინტერნეტი ჩახშობილი იქნება და ვიღაცები არაპირებენ, რომ მოსკოვში ჩავიდნენ. არ ვიცი, ვერსიებზე შეგვიძლია ვიმშელოთ. ჩემი პირადი მოსაზრება, რომ გითხრათ გულწრფელად, რაღაცა სიმართლე რომ ვთქვა, ხა რაღაც უზარმაზარ შეტევას ნამდვილად არ ველოდები. შესაძლოა იყოს რაღაცა თუნდაც მცირე, რაღაც რამდენიმე დრონი ჰაერში, არ ვიცი, შესაძლოა იყოს ამის მცდელობაც უკრაინის მხრიდან, არ გამოვრიცხავ ნამდვილად ყოველ შემთხვევაში. ერთი რამ არის ჩემთვის მნიშვნელოვანი ამ შემთხვევაში, რომ გვესმის ხო, რომ შესაძლოა რაღაცა ამ ერთ დღეს დაგეგმილ შეტევას თუნდაც რაღაც სერიოზული გეგმებოდეს ამხელა ძალისხმევით, აირიდებენ რამენაირად თავიდან რუსები და მოახერხებენ ამის ორგანიზებას, როგორმე როა, ახლა მართლა ცეცხლის ალში არ მგონია, რომ წითელი მოედანი გაიხვეს, მაგრამ აქ არის ძალიან დიდი ფსიქოლოგიური და ემოციური ფაქტორი. რის მიღწევასაც დიდი ალბათობით უკრაინა ცდილობს, ამას არც მალავენ, მათი გაცხადებული ამოცანა არის, რომ მათი მიზანია რუსებმა იგრძნონ ომი, ანუ ომი მივიდეს იქ, საიდანაც მომდინარეობს აგრესია და ეს არაერთხელ უთქვამს ვოლოდიმირ ზელენსკის და ეს შესანიშნავი შესაძლებლობაა ამისთვის. სულაც რომ ერთი რაღაცა რაკეტა და ერთი დრონიც რომ არ ააფრინონ, ეს ოპერაცია ჩემი აზრით უკვე არის წარმატებული ეს საინფორმაციო ომის თვალსაზრისით თუ შევხედავთ, იმიტომ რომ რატომაც არა, როცა შეგიძლია რომ შენ დათესო პანიკა და ამას აკეთებ წარმატებით, ამაზე რეაგირებს შენი მოწინააღმდეგე და ეს ყველაფერი ხდება იმ დროს, იმ მომენტში, როდესაც შენი მოწინააღმდეგე სწორედაც თავისი ხალხის გამოსაკვებად ცდილობს რომ
რაღაც გამარჯვების ილუზია შექმნას და ამის დემონსტრირება აღლუმის მიღებით და ჩაბარებით წარმოაჩინოს, შენ ამ დროს მას შიში ამყოფებ და ეს ძალიან მაგარი გზავნილია. მეორეა, რომ ეს თანდათან ყოველდღიურ რეჟიმში ეფექტს ახდენს სწორედ რუსეთის მოსახლეობაზე, რაც მნიშვნელოვანია დიდ ქალაქებში არსებულ აი ამ საზოგადოების ნაწილზე, რომლისთვისაც ძალიან უცხო არის ეს ყველაფერი, როგორც წესი მათი შვილები მოსკოველების არ მიდიან ფრონტის წინა ხაზზე და პერიფერიებიდან გაზიდული საზარბაზნე ხორცით იკვებება რუსეთის ომის მანქანა. ამ ხალხმა აუცილებელია რომ იგრძნოს შიში, ამ ხალხმა აუცილებელია რომ იგრძნოს საკუთარი პირადად მათ მიერ მხარდაჭერილი პოლიტიკური ძალის მოქმედების შედეგები და ეს შესაძლოა რაღაცა შედეგზე გათვლილი იყოს სამომავლოდ, მით უმეტეს რომ არ არიან ნამდვილად შესაძლოა რაღაც ტიპის ვაკუუმში იმყოფებოდნენ და პროპაგანდის ქვეშ მუდმივად, მაგრამ არ მგონია რომ თლად რაღაც ინფორმაციის გარეშე იყვნენ დატოვებული რუსები იმ ნაწილში მინიმუმ რომ არ გაეგოთ რომ სულ რაღაც 2-3 დღის წინ ერთ ღამეში 2 ბომბდამშენი ავიაგამანადგურებელი ჩამოუგდეს უკრაინელებმა ახალი ტექნოლოგიებით და თანდათან უფრო და უფრო ავითარებენ ისინი სამხედრო შესაძლებლობებს. ერთ სიტყვით ალბათ აი ესეთი თუნდაც დღეები მათ თავში მინიმუმ თუ ხმამაღლა არ იტყვიან რაღაც ტიპის დისკუსიებს აუცილებლად გამოიწვევს და მინიმუმ საკუთარ თავთან ეს ხალხი დასვამს კითხვებს რის თანამონაწილეა და რას ემსახურება მათ მიერ მხარდაჭერილი ეს ბოროტების იმპერია. ნახოთ რა მოხდება 9 მაისს, დაველოდეთ მოვლენების განვითარებას და დაწერეთ კომენტარებში თქვენი მოსაზრებები, რას ელოდებით, აქაც ჩავატაროთ კი ბატონო პატარა გამოკითხვა, ვის რა ვერსიები გაქვთ. და რას ფიქრობთ, როგორც პოლიტიკური გზავნილის ნაწილში, ასევე შესაძლო პრაქტიკული განხორციელებადი სამხედრო ოპერაციის ნაწილში უკრაინის გეგმებთან დაკავშირებით 9 მაისს. დიდი მადლობა რომ თვალს გვადევნებთ. აქვე კიდევ ერთხელ გთხოვთ რომ გამოიწეროთ ჩვენი არხი და დაგვეხმაროთ აუდიტორიის ზრდაში, ვინც მუდმივად მოყვებით და თვალს გვადევნებთ. მადლობა ყურადღებისთვის და თქვენი რაღაცა მხარდამჭერი კომენტარებით ძალიან გვამხნევებს ხოლმე. ნახვამდის.